ლაჭეფი და ოპიტარა გოგო ღვინო მოგვიტანა როგორც ეს სიტყვები ეს სიმღერა არის ძველი სიმღერა ლაჭეფი და ოპიტარა ძველი სიმღერა მოყვება დიდი ხნიდან ლეჩხუმს ამას ლეჩხუმის ჰიმნსაც უწოდებთ ხანდახან ლეჩხუმის ინტერნაციონალეთაც უნდა წარმოდგენილი აღარ ჩვენ გვაქვს იმის ლექსიც და არის შიგნი აზრია ჩადებული ამ სტუმართ მოყვარებაზე ყველაფერი გოგომ ღვინო მოგვიტანა ჩვენ შემთხვევაში გოგოს უმაღლეს ღირებულებებთან აქვს საქმე გოგოსგან ღვინის მოტანა ჩვენ შემთხვევაში ეს ხორციელდება რეალურად ყველაზე საუკეთესო გოგო მაკა ასათიანი მოგართმევთ ყველაზე საუკეთესო ღვინოს უსახელაურს ეს არის ორი უმაღლესი ღირებულება აი აქ რომ გავჩერდეთ ეს ჩაწერა გავაჭროთ ესაც ეყოფა არა თუ ერთ რაიონს არამედ მაშასე მე ვარ ელგუჯა ბენდელიანი როგორც ნახეთ წინა ფილმში ეს არის მეორე ფილმი ცნობილი ლეჩხუმელების ფოტოგამოფენა მუზეუმი ანუ რაც მაგრებია ლეჩხუმელებია ორი ვარ მშენებელი მეგზევე მშენებელი აშენებული მაქვს მწვანე თეატრი მურის ხიდი და ცაგერის საზღვარი ამ ობიექტებზე ცალკე როცა მოვალთ ჩვენ წაღმართიანად შემოვყვებით ამას ყველაფერს როგორც თავპირველად და ცალ-ცალკე პატარ-პატარა ისტორიებია იმაზე მოგახსენებთ ცალკე გარდა ამისა რა თქმა უნდა ეს ისეთი ობიექტებია გამორჩეულად საინტერესო და ეს გაკეთებული შვენიერი ისენი გვაქვს ხიდები გაკეთებული მიუხედავად კომუნისტების პიკის მართლობის პიკისა ლეჩხუმში ჯერ კიდევ იყო არქაული ხიდები სადაც მრგვალ მორზე გადაყრილი იყო ხრეში მოკლედ ვთქვა ჩვენებურად ხვილეს უწოდებენ ამან ასეთი ხიდები სულ ყველაფერი გადავაკეთეთ ლითონ კონსტრუქციის ხიდებად რაც შეეხება მეტყველების მანერას როგორც წინა ფილმიდან ისე მე როგორც ლეჩხუმელი და ყველაფერი აქ ლეჩხუმზეა მეუნავილობა კუთხურს საუბარს და კუთხურ ლაპარაკს თქვენ თვით ლადო ასათიანიც არ გაურბოდა არა ლექსში არამედ წერილებში ის ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტი წერილი ნიკა აგიაშვილზე აქვს მიწერილი უახლოესი როგორც ეთყობა უახლოესი მეგობრები იყვნენ თამამად ერთი მომრეშან და როცა ნიკა აგიაშვილის დიდი პიროვნება ბრუნდებოდა სამამულოებიდან ფრონტიდან უკან მისწერა ლადომ რომ ნიკაია მოხალისე ხვალ თბილისში მოხვალ ისევ როგორი რითმა წე შენი ლადიმიო ლადოგია ლადიმიო ალბათ ნიკა აგიაშვილი უძახოდა ლადიმიას გარდა ამისა წიგნი რომელიც ამ ობიექტების და ორი წიგნი მაქვს დაწერილი ერთი წარმოგიდგინეთ მე იმპერატორი მეორე წიგნი ესეც ქსეროკოპია არის ჩვენ სოფელზე ჩვენი სოფელი ჩემი სოფელი იყო რეხი აქ არის ამ წიგნზე არის სტანდარტული 300-მდე სიტყვა ლეჩხუმური კილოკავით და აწერია შიგნით ლეჩხუმური ორი სოფლის ლუხვანული ზარაგული ლექსიკონი და სიტყვაცაა მითუმეტე გადათარგმნილისა შეიძლება დაგვარად ამ წიგნს რა თქმა უნდა ყველა ზოგი სხვადასხვა კუთხით უყურებს წიგნი ისე აქვე ვიწყით რომ პოეტმა ნაირაცხედიანმა თქვა რომ ის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობს და ასეთ წიგნებს რო დაწერდესო თითო კუთხეში თითო ადამიანი ჩვენო ძალიან გვინდაო ისინი თავისებური კუთხურად უყურებენ თავისებურად უყურებენ ამ საკ მეცნიერულად უყურებენ და სწორიც არის სწორად მიმაშნია რომ იმეს დაეწერა ზემო იმერეთში ასეთი რამე დანართები პიროგავები ახლა აღარ იქნებოდა კომედი შოუ და ღამის შოუ თავში რჩენს ბიძინას გამონათქვამებით და აღარ იქნებოდა გაგვირვება არ გუგვირდებოდა მიჯირყუნა და ასეთი რამეები აი ეს წიგნი
როგორც გითხარით, ქსეროგო რატომ არის? ქსეროგობია არ არის. არის შრონება წიგნი, რომელიც არის შრონება, მაგას ქვია ბესტსელერი. ხოლო წიგნი, რომელიც მის პატრონსაც არ აქვს. ეს ბესტსელერზე ჭეშხუმრად ვთქვა უარესია, ცისფერფრთებში რომ არის, ესეთი ამბავია. ამ ექსპონანტზე ჩვენ რა თქმა უნდა არაფერს ძველს არ გამიმეორებთ პატრიარქის მის ნათლულებზე, მაგრამ ვიწყვით ახალს. პატრიარქის სურათი, ერთადერთი სურათია, აქ ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, მაგრამ ეს სურათი არის შეძენი საეკლესიო მაღაზიაში. მე შემეძლო არანაკლები კომპოზიცია გამეკეთებინა ამის, მაგრამ ეს შევიძინე, იმიტომ რომ აქ შავ ფონზე ერთი სტროფი ლექსი არის წაწერილი, ლამაზი ლექსი, ლამაზი და ამისათვის შევიძინე. რა წერია იმ ლექსში? თუ საქართველო წმინდა ჯვარია, ნატრობ სამოთხის კართან იყოსო, შენი სიცოცხლე ერსუხარია, მრავალჟამიერი კათალიკოსო. ლამაზი არც ავტორია წერია, რა თუნდა ამას ავტორი. ამ ლექსის სილამაზისათვის შევიძინე ეს სურათი. რაც შეეხება ნათლულებს, სხვანა არ ჩამითვალოს აქ, რომ ეს შვილიშვილებია და ამიტომ რამდენჯერმე წარმოადგინო ამას მე არაფერს ზედმეტს არ ვიტყვი, ეს მოგახსენეთ მე რომ ესენი არიან პატრიარქის ნათლულები, შემდეგ პრეზიდენტს შეხვდნენ, პატრიარქი, პრეზიდენტი და კიდევ არის ერთი ინსტანცია, ძალიან დიდი პარლამენტი. პარლამენტის წინა პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ამათ უწოდა პატრიარქის, ამათ უწოდა პარლამენტის შვილობილები. რაში იყო საქმე? ესენი მოგახსენებთ ამის შესახებ ძალიან რთული მდგომარეობა იყო, როცა დაიბადნენ იაშვილის საავადმყოფოში ღუდუშაურის სამბოძოს გადანაწილებული ბავშვები საგეისროთი დაბადებულნი, ხელოვნური სუნთქვა, შვიდთვიანები, ერთ ყველაფერი პრობლემა იყო და ჩვენმა მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კობალიანმა სთხოვა ბატონ ოთარს რომ დახმარებოდა და მაშინვე მაშინ თქვა მაგან ეს სიტყვები დარეკა საავადმყოფოებში და თქვა რომ ისინი მაინც კარგად გვექცეოდნენ ჩვენ, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ასეთი დამატებითი ღონისძიება, მაშინ დაურეკათ რომ ეს ჩათვალეთ რომ ესენი არიან პარლამენტის შვილობილები. მე ეს ვახსენე ეს სიტყვები გასულ ჩაწერას ვახსენე, ადრე პრეზიდენტი რო ჩამობრძანდა, მაშინ შევხვდით, მადლობა მოუხადა და შემდეგ აჭარის ტელევიზიამაც ჩაიწერა ეს ყველაფერი და შედეგი პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც ბატონმა შოთა ჯაფარიძემ გაუკვეთა, ამის შესახებ მოუხალეთ მადლობა. ახლა შედეგი რა მოყვა? ეს არის სასმენი ორგანოს ტრანსპლანტაცია, რთული ოპერაცია. შედეგი ამისი მიზანი ამ ოპერაციის არის მეტყველება რომ დაიწყოს კაცმა, ადამიანმა, ბავშვმა. და შედეგიც არის, რა თქმა უნდა, შედეგი ჯერ დაიწყო ერთის დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ასე მიყვებოდა და შემდეგ ორი სიტყვისაგან შემდგარი წინადადება, ახლა უკვე გადადის სამი სიტყვისაგან შემდგარ წინადადებაზე. თუ როგორ, ესე იგი, რა შედეგი აქვს ამას, გაჩვენებთ ახლა საქართველოში დღეის განმავლობით ყველაზე გავრცელებული, ყველაზე პოპულარული სამსიტყვიან წინადადებას თუ იტყვის, აბა მერაბ. მე რო რა ფერტყვა ბიძინა ბაბუა? შედი კალო ბუკაში. ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენ წარმოგიდგინეთ დედაქეთევანი. ეს დედაქეთევანი კოპალიანი, მაგრამ საინტერესო რომ მისმა უწმინდესობამ როცა კოპალიანების გვარს ლოცავდნენ, დასალოცად რომ მივიდნენ, ღიმილით ჩაელაბარაკა რომ რა თუნდა კოპალიანების გვარს დალოცვა ასეთი დედა ვაყავთ. საინტერესოა. შემდეგ ცნობილი ლეჩხუმელებს ჩვენ მაშინ
გავყავით სპეციალურად ყველაფერი, დიდი ფორმატი იყო, მთელი კატეგორიები დარჩა აქ კომენტარი გაუკეთებელი, ზოგიერთი პიროვნებები დარჩა გაუკეთებელი და ახლა მოგახსენებთ, აი რაიონში გამორჩეული ადამიანები არის ასეთი კატეგორია, 4 კაცი ჩემი ასე განსაკუთრებულ გამორჩევაზეა, მაგრამ მიხეილ გუჩიანი ყოფილი რაიკომის დივანი, კაცი რომელიც მძღოლად მუშაობდა თვითმცლელზე და შემდეგ პარტიული სკოლა და შემდეგ ასე კარიერა და შემდეგ ცაგერის რაიკომის პირველი დივანი იყო, მუშა კაცი, ძალიან შრომელი კაცი, მომთხოვნიც იყო და დილას სანამ სამსახურში მიდიოდა ჩექმებით გამოდიოდა თელი ცაგერი მორებული ჰქონდა ობიექტების სადრაკეთდებოდა და არავითარი ინფორმაციასავე თვითონ ნახულობდა თავის თვალით. ახლა რაიონის ხელმძღვანელი როწევიდეს სადმე ჩექმებს კი იშოვებს, მაგრამ სად უნდა მივიდეს, რა უნდა დაათვალიეროს, არაფერი კეთდება. ამას შესახებ კიდევ ვიტყვით ჩვენ ლევან ჩიკოვანი ეს მეორე მდივანი იყო, მისი დაწერილი წიგნი აგერ ჩვენ ლევან ჩიკოვანის სამამულოების მიერ ძალიან განათლებული ინტელიგენტი კაცი, სულით ხორცამდე ინტელიგენტი კაცი. დავიცე მოგახსენებთ ვილიამ გოლეთიანი რესპუბლიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი, კაცი, ლამაზი, კარგი, ძალიან თავდაბალი, მთელი ცაგერისათვის საყვარელი კაცი, კარგი მონადირე, კარგი სუფრის კაცი. ერთ სიტყვით, ეს იყო არა მარტო ქირურგი, არა მარტო იმედი ადამიანის რო გადაარჩენდა, არამედ ყოველნაირად რაღაც ესე იგი ეტალონი ადამიანის ეს ვილიამ გოლეთიანი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ხალხი, ეს სამი ადამიანი შედარებით ადრე რო იტყვიან შუა საქმესო და გადაცილებული წავიდა სამწუხაროდ. სამაგიეროდ იმ თაობიდან დავით კოპალიანი ეს ეხლა 82-83 წლის ასაკში არის, ეს ეხლაც მოღვაწეობს, დავით კაპიტონოვიჩს უძახოდნენ ამას კომუნისტების პერიოდში განათლების სფეროს ხელმძღვანელობდა, სტალინური სტიპენდიანტი იყო ინსტიტუტში და მოყვებოდა აქედან სულ წარმატებებით უყურებდი. დოცენტი კაცი არის, რა არის სადოცენტო ცაგერში არაფერი. ერთი კარლო მუშკუდიანის ინსტიტუტი იყო, ახლა უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური ფილიალი აღარ არის, ვალერიან ბენიძის უნივერსიტეტის ფილიალი იყო, აღარ არის, მაგრამ ეს ამ დოცენტობას ახმარს ამ მუზეუმში მუშაობას, ლეჩხუმის წარსულის შესწავლას აქვს აგერ ერთი წიგნი გამოშვებული, მეორე წიგნი აქვს განათლებაზე გამოშვებული და მესამე წიგნს ეხლა უშვებს. ეხლა უშვებს კიდო და გამუშავოს შესაშური. ესე იგი ყველაფერი ენერგიის პატრონი. ეხლაც მაგიდაშიც არ ეკადრება ამნაიკას აქ ხორცისებში ყვირილი და ასეთ რამეები, თორემ ხორცისას სიამოვნებით გაუწყობა ესე ჩვეულებრივ სუფრებზე ლაბარაკი არ არის. ერთ-ერთი ძალიან საერთოდ ლეჩხუმის საინტერესო და დღეის მდგომარეობით თავისი ერუდიციით, თავისი პიროვნებით, თავისი განათლებით, ლეჩხუმის ძირფესვიანი ცოდნით, დღეის მდგომარეობით ეს არის ყველაზე გამოსაჩენი კაცი ცაგერში დღეს. განსწავლულები აქ წარმოდგენილია მიხეილ ჩიკოვანი, სეიდ ლარცულიანი, ზურაბ ახვლედიანი, მიტუშა ლეთოდიანი, დიმიტრი ლეთოდიანი ესენი მეცნიერები აქედან ჯუმბერ კოპალიანის გამოყოფა შეიძლება იმ კუთხით, რომ დმანისის არქეოლოგიური ცენტრი მთლიანად ამ კაცთან არის დაკავშირებული, ეს უსაშუალოდ დიდი კომპლექსი და მეცნიერულად ძალიან ძვირად ღირებული ეს ობიექტი. ყველაფერი ამან დაიწყო და რაც არის შექმნილი დმანისის ცენტრში ამან ჯუმბერ კოპალიანთანაა დაკავშირებული. ორატორები და ენამოსწრებულები. სამსონ კოპალიანი ეს არის საშუალო სკოლის დირექტორი იყო, რაიკომშიც მუშაობდა, კაცი რომელიც ორატორია, მე მაგალითად დღესაც მახსოვს ამის თათბირებზე ან სადმე აქტივისტებებზე ამას გამოსვლა ცალკე მოვლენა იყო, ცალკე ის თემა რას ამბობდა, როგორ ამბობდა, სიტყვების ესე შერჩევის და ლამაზი სიტყვების დიდოსტატი იყო ძალიან ხმას, ტემბრის, ყველაფერი.
დღეის მდგომარეობით ასეთი კაცი ახლა საინფორმაციო საშუალებები ყველაფერი არის ასეთად მოლაპარაკებებს ასე ადრე ეწოდა რეჩი ასეთი რეჩი რო თქვას რო იტყვიან ხო ასეთი რეჩი რო თქვას არ არის ქვეყანაში არ ჩანს ხო ყველა ჩანს ისე რო შეხედა არქიპო გამსახურდია შალვა კვირკაშვილი იკაროსი ენამოსრებული და მაგარი კაცი აი გელა კვირკაშვილი არის აქ კიდევ ამ კაცს თბილისიდან საგერამდე ფოსტას აგვიანდებოდა ერთი კვირა კინოულობის მაღაზია დაიწყო ცაგერში და მეორე დღეს ეს განაგებდა სახანძრო საკითხებს რაიონში მეორე დღეს ამას უმფროსი ლეიტენანტი იყო და კაპიტნის წოდება მოუვიდა ისეთნაირად დაემთხვა ეს ხო განგებარიყო და ამან იუმორით შენიშნა რომ ერთი პაჟარი მინდა კიდევ და მაიორს მომცემენ ეს მოვიდა რაიონს ხელმძღვანელობას და იქ დაიბარეს და კინაღამ ბიუროზე გაიყვანეს ამ სიტყვისათვის ცნობილი კაცი. ეხლა აქ ზოგიერთ არის ადამიანები, რომელსაც საინტერესო ისტორია, განსაკუთრებით საინტერესო ისტორიები აქვს. ამ კაცმა ბანჩო ყვირილიანი ეს იყო ფული ადრე საქმოსნებს უზახოდნენ, ახლა ბიზნესმენებს ეძახიან. ბევრი ფული ჰქონდა და ახლა რომ მიხვიდე მის სახლში, მაღლა სახლი მოუწყობელია, ხარჯველი, მაგარი კაცი. და რუსეთის ციმბირის ერთ-ერთ ქალაქში დიდი კრიმინალური ავტორიტეტმა დაიცვეს სხვა კრიმინალებისაგან გადმოდგა ბალკონში და უთხრათ რომ ეს ჩემი შვილობილიაო და ეს არის ამ კრიმინალური ავტორიტეტის შვილობილად ცნობილი. შემდეგ ამან ის ჩაიჭირეს ციხეში და მივიდა და არანახეს ისეთ ძიმე ციხეში იყო, ისეთ ძიმე ფორმით იყო, რომ არანახეს ამას მადლიერებისათვის, რომ მოელაპარაკა ლაგირის უფროს და ვერტალიოტი ეს არც ერთ წესებში არ წერია, არ შეიყვანო ვერტალიოტი, შევიდა ლაგირის თავზე ვერტალიოტი, მოელაპარაკა ბევრი ფული რა თქმა უნდა გადაიხადა და მაღლიდან დააჩერდა აი გარკვეულ სიმაღლეზე რომელიც დართო ხელმძღვანელობა ბანაკისა და აი იმ ავტორიტეტს მიესალმა იქი და იმან შეხედა ერთი უქნა ასე ხელ და მაინც მიაღწია თავის მიზანს. ეს კაცი მუშაობდა ჩემ ნათლიასთან უროშილოგრადში, მე იქ ნამყოფი ვარ, რო ჩავედი მის თქო ამას ჰქონდა სახელი დატოვებულო ერთი ტანცი გალახაო, ზუსტად ამ სიტყვებით იყო ეს არის ცნობილი იქანა იმ ქალაქში ტანცი ეს საკმაოდ საშუალო ქალაქი იყო, ახლა ქალებს ყვარდა და რაც მამაკაც დაახლოებდა 100 მამაკაცის ამბავი იყო იქინე, როჩემი ყველა გაულა ასეთი ავტორიტეტი აქვს მაგას. აგერ არსონ ჩაგვედაძე მაგალითად ჩვენ ნახეთ სოსოიობიძე იქ ლეჩხუმზე შეყვარებულ კოლორიტებს და სოსოიობიძეს ეკუთვნის სიტყვები ქუთაის ახსოვს არსონა როგორც ლაღუმის გასროლა ასეთ სიტყვები ამას ყველაზე არ ამბობენ. რაც შეეხება იმპერატორზე ჩვენ თქვით ერთ რამეს დავამატებ აქ რომ ეს კაცი იმპერატორი და უნდა იმპერატორზე გალვა საერთოდ ეს ასეთი ადამიანები ამ მიდრეკილების ადამიანები ძალიან თვითგანათლებული არიან. თვითგანათლებული თუ განათლება ის სად მიიღებდნენ ისინი რო იყვნენ იქანა ინსტიტუტში ამასწავლებლად და თვითგანათლება. რა თვითგანათლებაზე ლაპარაკი? ეს კაცი ეგზიუპერის ციტატებით ელაპარაკებოდა ადამიანებს. ვინც არ იცოდა ეგზიუპერის მელი მაგას მონუსყვას იწებდა. ვინც იცოდა რომ ეგზიუპერი ფრანგი მწერალი იყო, იმათში სიმპათიას იწვევდა. ასეთნაირად იყო ეს თან ურთიერთობაში. შემდეგ აი აქ არის დამწმელების ერთი ფრაგმენტი უნდა ვახსენო. გოგია ქარსელაძე, დუტუშ კუბულიანი და მალაქია რუსიშვილი. აგერ გოგია, აგერ მალაქია. გოგია ქარსელაძე და დუტუშ კუბი მალაქიასთან სახში აგერ წყალგაღმა არხის პირზე ცხოვრობდა ეს კაცი და უთხრეს რომ მალაქი უნდა დავარტყათო ჩვენ უნდა გევიგოთ ვინ ერევა ყველას და ვინ კი ბატონო უთხრა მალაქიმ დავარტყათო ოღონ ჭიშკარზე ხარ მოსული და უნდა დავლიოთო იბადო შევიდნენ დალიეზმა დალევაში
დალევაში მოერია ეს ამათ ეს სვამდა ერთ ჩაფხუნოს ამგეს კიდე რომ იმატებოდა ვინმე მაინც ვერ დალევდა და ისე წამოვიდა იქნება საერთოდ ჭუბი არ გახსენებიათ საერთოდ ჭუბი არ ეს არის უნდა აქ ყველა ნათქვამია ეს ფოტოები განსაკუთრებული აქ არის ანსამბლი შვიდკაცა აქ ამას დავით კოპალიანი არის იცი აქ არის ალეკო გოგიძე გურამ ჩარკვიანი ბორია ხეცურიანი მიხეილ გოგიძე და აქ არის რაფიელ კოპალიანი აბელა კოპალიანი და ჟორა კოპალიანი და გრიგორი ეს საგერისთვის ცნობილი სახეებია და მეორე 60-იანელები რო გითხარით აგერ ტიტიკო კოპალიანი დათიკო ბუაძე კოგიჩიქოვანი ოთარი ყურაშვილი წარბა მეცახელად და აგერ მიშა ყურაშვილი ეს თუმარი არის აი ესენი ცაგერისი რაც შეეხება ცაგერი აგერ ცაგერი ეს სურათი გადაღებული არის შოულმფრენიდან ცაგერ შოულმფრენიდანაა გადაღებული ძალიან ლამაზია ერთი სან-ფრანცისკოს ზოგიერთ ფრაგმენტს მოგაგონებს რო შეხედავ გარედან ეს მაღლიდან ასე იყო ეს შიგნიდანაც 80-იან წლებში შემდეგ ქვეყანა გვარდაბრუნდა ქვეყანა რო დაიქცა 90-იან წლები ცაგერისთვის ძალიან ცუდი შეიქმნა საქართველოს რაიონებს შორის ყველაზე უფრო დაზიანდა ცაგერის რაიონი ცაგერის საქმე იმაში გახლავთ რომ ცაგერის ცენტრში ორი გზაჯვარედინია ცაგერს ძირითადი გზაჯვარედინი და ერთ გზაჯვარედინზე კუთხის შენობა ორივე მხრივ ერთ გზაჯვარედინზე რაიკავშირი დაიწვა მეორე გზაჯვარედინზე მუზეუმი დაგვეწვა ეს არაფერი იყო თუ აღდგებოდა იმ უბედური პერიოდში საქართველოს შავ ხანა რო აწოდებული ეს დარჩა ისე და რაიკავშირი 2000 წელიწადი და ეს მეორე შენობა მუზეუმი 1.5 წელიწადი ცაგერის მოსახლეობის თვალში დათურგუნა გამოიწვია და შემდეგ 90-იან წლებში და შემდეგ 2012 წლის არჩევნებისათვის უკვე პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა აქ საავადმყოფოს გასახსენად ის მიჩვეული იყო სადაც ჩადიოდა ეს ჯობია ყველას იქ და ის ჩავიდოდა ის ჯობია ნახა აქ ყველაფერი რო შეხედა ძალიან განაწყენდა და უთქვია რომ არაფერი არ გაიკეთებიათ და ამ სიტყვას მოყვა ყველაფერი და გამოცვალეს გამგებელი ყველაფერი ხელს დავიდა ესე რეკონსტრუქცია ცენტრის აღდგა მუზეუმის შენობა უკვე აღდგენილი იყო აღდგა რაიკავშირის შენობა მოასფალტდა სამსართულიანი შენობა მე საშიშრობას არ მომადგენდა აყარეს და მილიცია და ცაგერი რომელიც ესე იგი მილიცია აშენეს იქ ცაგერი რომელიც რო შემოხვიდოდი გეგონებოდა ხიროსიმაში ვარო ასე დაბომბილი გეგონებოდა ესე და აქედან დაითურნა ყველა ამ ცნობიერება ხო და უკვე ესე იგი 2012 წლის არჩევნებისათვის უკვე ცაგერის ცენტრი ძირითადი ნაწილი აღდგენილი იყო გალამაზებული მოასფალტებული ყველაფერი რო შემოხვიდოდი ხიროსიმას რეჟიმიდან გამოვედი აღშენებლობითი პერიოდი ყველაფერი გაკეთდება ეს ირონიები გვერდზე დარჩება იუმორი გვერდზე დარჩება და ერთ რამეს გეხსენებს 70-იან წლებში იყო ბავშვები სკოლები ჩამოდიოდნენ და სიმღერები ჩამოქონდათ იმათ ოლიმპიადები კეთდებოდა ახლა სად არის ასეთი ოლიმპიადები კეთდებოდა ჩემს სოფელს მაგრამ ჩემი სოფელი 8 წლიან სკოლას ჩამოქონდა სხვასაც ერთი ლექსი ერთი სიმღერა რომლის პირველი კუპლეტი შემომჩა ცაგერზე შემომჩა მეხსიერებაში ასე ჟღერს ეს პირველი სიმღერა ლამაზ ფერით თვალის წარმტაც ბუნებას რომ გიმშვენებს თაგრეხილი ქედები ეგ შენახარ პაწაწინა ცაგერო დღითი დღერო მეგრე მშვენიედები ჩვენ დაგვიბრუნდება კიდევ მიხეილ გვიშიანისა და რამაზ ხეიძისა და ასეთი ინიციატივიანი ადამიანები დრო გამოსწორდება და საშველი დაგვადგება აი ცაგერში ახლა განსაკუთრებულად მამუკ ასლანიკაშვილზე ვიტყვით მამუკ ასლანიკაშვილი ლეჩხუმის ყველა საუკეთესო პიროვნება ძვირფასი პიროვნება ეს
რომ ისეთი წმინდა და პატიოსანი მუშაკი იყო, რომ დაიღუპა ტრაგიკულად, მას ჯიბეში 13 მანეთი უნახეს და ფეხსაცმელზე გასაგებიენით რო თქვა, ტუფლები დაპადმეტგებული ჰქონდა. ესეთი წმინდა და პატიოსანი იყო. მაშინ როცა ამის წინამორბედზე ქუთაისში 60-იან წლებში ლეგენდები დადიოდა, ვიდენო მის ბინაშიო და ოქროს კრუხიო, ოქროს წიწილებიანად წაიღეს. აი ეს კაცი ასე პატიოსნად მუშაობდა. აი ეს ავთანდილ ბენდენი, როგორც გითხარით, ჩემი უმცროსი ძმა, ჭიქელაში სალოცავის თავარანგელოზის რაღვაში სწორედ აღმდგენი, ამ გასთან არის დაკავშირებული ერთი ფრაგმენტი ამბავი, ჩემთან სტუმრობდნენ ენერგო პრო ჯორჯიას, ადრე მას მანტიორებს უძახოდნენ, ახლა უძახიან ენერგო ჯორჯიას სტუმრები და როცა ელექტროხაზის სტუმრები, როცა დედმამიშვილებზე მიდგა ლაპარაკი, მე ავიღე ჭიქა და მე ვქონო საასმანო და ასეთ პროვოკაციულ რაღაცებს ვაკეთებ სუფრაზე მეგობრულ სათქმაუნა იუმორისტულ. მე ვუთხარი დედმამიშვილების თქვენი პროფესია ჩერია, თქვენი დარგი ჩერია, თქვა ჩვენი 6 დედმამიშვილი ვართ და კიდევ მეტი ვიქნებოდით თქო. უცბად სიჩუმე ჩამოვარდა და ერთი წამოვეგო რა თქმა უნდა, შეცბა და როგორო იმსხვერპლაო? კი არ იმსხვერპლა, მე ვუთხარი და დენი შემევიდა, ჩემ სოფელში დენი რო შემევიდა, ამისი დაბადება და ჩვენ სოფელში დენის მოსვლა ემთხოვა ერთი მეორეს და ამის შემდეგ ბამაშევს, აი 10 შვილამდე ხავდა გათვალისწინებდა და შემევიდა, განაცდა ყველაფერი, გაჩახჩახდა ყველაფერი, ენი რადიო და მე ბოუშები ყველა მის რომ ბნელაში გეტება, ბნელა აღარ იყო და შეძლო აი ეს იყო. ეს გაჩერდა მამაჩემი, ეს ნაბოლარა და ერქვა ამას. და ახლა ბიზნესმენი კაცი არის როსტოვში მუშაობს. გოგი ქარსელაძეზე ყველაფერი თქვით ჩვენ, ყველაფერი არ და ამას ამოუძურავთ მა ეთრემ უნდა მივანიშნოთ რომ ეს კაცი მარტო ის რაც ჩვენ თქვით ეს დარტყმა და ასეთი რამე ვაშკაცობა გადაიმს ამას ნობის მინისტრობასაც სთავაზობდნენ ოტელომ დივანისგან ვიცი ეს მე სატყუმეურნეობის მინისტრობას სთავაზობდნენ და ეს კაცი იყო ეს რამე საინტერესო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირში ერთადერთი კერძო მესაკუთრე არაოფიციალური ლუდისბა ცნობილი ლუდისბარი რო იყო სანაპიროზე იმის უფროსი არაოფიციალური იყო ეს და ეს რეალური იყო ვინ გაბედავდა ამასთან მისვლას და არ არის შეინდა ეს არის ჩემიო როგორც გითხარით 18000 მეენიანი დარტყმის ქონება კაცი იყო ეს ამ დარტყმის იმაზე აგერ მალაქია რუსიშვილის იმაზე დარტყმის გულეცა 8 ატმოსფერო ეს რას ნიშნავს 8 ატმოსფეროზე ზილის პაგრიშკა იბერება ის რო გასკდება იმის ხმას დაემსგავსება მისი ხელიდან შენლოკაზე დატყმული ეკო ვინის შესახებ უსახელაურ შესახებ ძალიან საკმარისად ვილაპარაკეთ მაგრამ ახლა არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ცნობილმა კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ამას წინათ ღამის ეთერში ილაპარაკა ღვინის ღვინოების შესახებ ძვირფასი ადამიანი ყველაფერა საფუძვლად ამბობდა ყველაფერს და ერთ მომენტში თქვა ასეთ რამე 1963 წელს ჩამოსული იყო საფრანგეთიდან სოფლიო დეგუსტატორების მამამთავარი ლე ბურე და საქართველოში სტუმრობდა ის საქართველოში როცა გაასინჯეს ერთი მერაბი ასე ბრძანებს რომ როცა გააშინჯეს ერთი ღვინო ამ ფრანგმა კაცმა დაიჩოქო და ამ ღვინისა და ასეთი რამე მე არ მინახიაო ასე თქვა მერაბს არ დაუკონკრეტებია რომელი ღვინოდარია სინამდვილეში ასე იყო იმას ვინც ახლდა ვინც მას პინძლობდა თბილისის სამტრესში ინჟინერ ტექნოლოგი ვინც მას პინძლობდა ვასილ გოგლიძე გადმოიყვანეს შემდეგ ცაგერის სამტრესტის დირექტორად და რამდენიმე წელი მუშაობდა
მან თქვა ეს და დედანში თქვა ეს ყველაფერი ეს ღვინო როდალია უსახელაური როდალია დაიჩოქა და რა თქვა დაჩოქრიზე რა თქვა აღაპრო ხელები მაღლა და ეს არისო ზის ზეცისა და მიწის ნაზავი ასე თქვა ეს სიტყვები წარმოთქვა ეს არის დედანში ნათქვამი და გვასწორს ეს ერთჯერ ნაკნავა ყველგან არ ლაპარაკობდა მის მოყვარესთან ერთად რომელიც ჩემი სტუმარი იყო მაშინ თქვა ეს სიტყვები რეალური ნათქვამი ერთი რამ მინდა კიდევ ვასი გოგლიზის შემდეგ ნუნუ გამცემლიძე ლეჩხუმლების რძალი გურამ ჩარგვიანის მეუღლე ლამაზი ქალი ჯანსუღ ჩარგვიანი სტუმრობდა ხშირად იმ ოჯახში მას ის ამბობდა თითქოს დამკვიდრება უნდა ამ ტრადიციო უსახელაურსო ნამდვილ უსახელაურს რო სვამო ისო ტუჩებზე გეალერსებაო ეს წარმოუდგენელი რაღაცა არის აი ასეთი ალერსებაო მეღვინეებიდან ყველა ის რომ სამათ კაკონემსაძე არის ეგ საინტერესო ეს კაცი წერტებში და მას მუშაობს ადრე ეს ჩვენთან მუშაობდა შემდგომში საგზაოში და იქ ყვებოდა იქ რომ ისიც იცოდა ისეთი ღვინოს და ყველანაირი ღვინის გაიგო უყურეშის ხიდზე ეს რომ მოაწერდა ხელს საბუთს მერე ურტყამდა უშიშროების კომიტეტი ლუქს პატარა ბოჭკას და აგზავნდნენ სტალინთან მოსკოვში და მე ზოგი წერს ხვანჯგარას ვამდა ზოგი წერს იმას რომ უსახელაური მიდიოდა და ეს კაცი აწერდა ხელს ნამდვილად ხატურებში ხატვარი ზურაბ ხვისტანი ეს კაცი არის ჩამოსახლებული იყო ლენდეხიდან ოჯახი ცაგერში ყავს საინტერესო რა არის ახლა აქ ზურაბ ხვისტანმა გააკეთა რეპროდუქციას ვეძახიან ხატვრები თავისუფლაზე აი გიგო გაბაშვილის თვალი ხევსურები შედევრია ეს შედევრი ნახატია გადახადა ეს დიდი ზომის ნახატი გააკეთა და ცაგერის რესტორანში იყო გაკრული ცაგერის რესტორანში შემდეგ ჩვენ შევდიოდა ამ სურათმა საქეიფოთან რაღაც ტონუსი რო არ აგიწიოს არ შეიძლება შემდეგ ეს სურათი გადახატა მან კიდე და მოხსნა ეს ქუდები და სვანური ქუდები დაახურა 1 2 3 4 და 5 სვანური ქუდები დაახურა და ლენტეხის რესტორანში გააკრა და მეც ბევრჯერ ყოფილი ვარ იქ და ბევრჯერ ვიქეიფია იქანა ამ სურათის ფონზე საინტერესო იყო ეს საყურებლად ძალიან საინტერესო იყო მაგრამ ასეთი ქირურგიული ჩაროვა შედევრში როგორც ამან გააკეთა ხო ეს პირველი შემთხვევა ეს არავის არ უსწრებს გადახატვა და რეპროდუქცია ეს ყველა მის ქირურგია არც უთქვი არც ყურადღება არ მოგცევია საინტერესო ახლაც იქნება ეს ნახატი აი ამ კაცმა გააკეთა ეს აქ ესენი არიან ლეჩხუმში ცნობილები რა არის აქ საინტერესო განსაკუთრებული ყველა საინტერესო ადამიანები იყვნენ რაიკომის ნიმე გითხარით ეს აგიწერიათ აქ არის ერთი ხატრული გამონათქვამი აქ ფრაზი რო იწვიან კოსტა ღურჭუმალიძე რაიომოსკომის ყოფილი თავმჯდომარე იყო ჩვენ ვახსენეთ ჟავანაძის სტუმრობა სწორედ ჟავანაძის სტუმრობის დღეს დაემთხვა ის რომ ამასთან იყო ძველი რევოლუციონერი სერგო სილაგაძე შესული დაობდნენ ის გამოგვიყავი ეს და ასე და ბოლოს სერგო მუთხრა ამას რომ ეს წყობა მე მხრებით მევიდანე რომ წამომჯდარხარ აკანეო ამან უთხრა რომ შენო მხრებით მევიდანეო მეო ადეგიდან მანქანებს გათხოვე და წეიღეთ უკაცღა სადაც გინდაო ასეთი გამონათქვამის გულზე ციმბირი იყო ადრე რა თქმა უნდა განკუთვნილი მაგრამ ეს უკვე საბჭოთა კავშირის ღვევის დასაწყისი იყო უკვე დაწყებული ქონა რღვევა და ხრუშჩოვის დროს ამნაირ რაღაცებს აღარ გამოეკიდნენ ამ გამონათქვამს ძალიან სერიოზული ფრაზა იყო შემდეგ ის კაცი სერგო სხვათა შორის საინტერესოა რომ კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში ჩაგდეს და როძავდა ჟავანაძე მე რა გამოუშვეს სადაც გინდაო აი ეს კოსტაზე რა შეიძლება ითქვას აქ არის
რუსუდან მუსიკოსებს არის რუსუდან ყურაშვილი. ამას მინდა შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ჩვენ გიჩვენეთ რას ამბობს ლეჩხუმლებზე, და იქ ამბობს ესეთ ფრაზას, რომ მე რომ ასეთი მასწავლებელი ყოლებოდაო, მურემასე ამ ქალზე პლატონზეა ლაპარაკი მუსიკის მასწავლებელზე და რას ამბობს, ხო, პატრიარქი ამაზე იმას თარგე მოგახსენებთ ბოლოს, მისი ძმა გურამ ზვირფასი, ესე იგი, მაღალი კვალიფიციური სპეციალისტი და მექი, მამამისი ეს იყო ოჯახი იყო, მუსიკალური ოჯახი ამ სურათზე. რამაზ ხეიძეზე გაკვირვით მაშინ ეს კაცი ხელმძღვანელობდა დატოვა ცაგერი გალამაძე 6 წლის განმავლობაში იყო ხელმძღვანელი ქუთაისელი კაცი. აქ წარწერილია ყველაფერი თავისი მმართველობის პერიოდში 125 კაცი გაანთავისუფლა პირველ ხანებში 125 კაცი და გადააჩვია უმეტესი ხელმძღვანელობა უარს ეს რო დაგავალებდა საქმეს იქ ვარის თქმა და ვერ გავაკეთე და არ გავაკეთე ეს არ არსებობდა ასეთი რამეს არ ღებულობდა ასეთი ამის დაპროექტებული არის წვანეთი თეატრი რომ მივართ იქ გეტყვი ამან მოვიფიქრა ყველაფერი და შემდეგ ჩვენ გამახორციელეთ ისეთი სიმკაცრე დისციპლინა ყველაფერი წესი ერთ სიტყვით ყველაფერი უმაღლეს დონეზე ქონდა ამ კაცს თათბირებზე ზოგიერთ ლეჩხუმერს თვალებღია ძილი მიაჩვია ერთი ორი კაც დაატოებია დარბაზი ჩამოძინების გულისათვის და შემდეგ ძინს ვერ ართმევდა ზოგიერთ თავს და ისწავლეს შიშისაგან და ამისაგან რო შეხედავდი კაც გაჩერდებოდა სინამდვილეში ხოლოს არ ახამხამებდა კვინიხი ქონდა გაგდებული ლეჩხუმრად რო თქვა აი ესეთი ამის შესახებ კიდევ ვიტყვით ეს ოჯახური კუთხე არის აი ეს სურათი ლეჩხუმელი კომუნისტების დროს ლეჩხუმელი ვიჯი კრემლთან ამერიკული მაიგით ეს საკმაოდ იშვიათი ამბავი იყო მაგრამ ეს ის პერიოდია როცა უკვე კომუნისტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა მისი და ყველაფერი ორი თავმჯდომარე წარმოგიდგინეთ მაშინ მათ ორ ფრაგმენტს გეტყვით ჟოზია ყურაშვილი ცაგერის სკოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო ომის წლებში და ამ ქალბატონს დაავალეს ლეჩხუმელი რკინისლედის უწოდებდა დაავალეს რომ ამ ომის დროს დაავალეს საღამოს დაავალეს და დილას ცაგერის აეროპორტი რომელიც სკოლაში დეცას ერთ-ერთი სტრატეგიული აეროპორტია ქვეყანაში სოთაშორის რვაის დროს ბევრი ვერტალიოტი იყო აქანე ევაკუირებული და დაავალეს რომ ჯირკებით უნდა დაფარო ხვალ-დილას უნდა იყოს ჯირკებით დაფარული ცაგერის აეროპორტიო მეორე დილას ცაგერის აეროპორტი იყო ჯირკებით დაფარული წარმოუდგინეთ ახლა მაშინდელი ტექნიკის პირობებში და წარმოუდგენელი რამე არის ეს წარმოუდგენელი რამე გააკეთა ამ ქალბატონმა აღინაზე კაცი რომელიც კომუნისტური მმართველობის პერიოდში ერთადერთი შემთხვევა იქნებოდა ალბათ ეს რომ პირველ დივანს სიტყვა უნდა ვთქვათ ასები და ვირიშვილო უთხრა იმიტომ კი არა რომ ეს უკულტურო კაცი იყო პირიქით ძალიან ზდილობიან პირველმა დივანმა გაუკეთა პროვოცირება საქმე იმაში გახდა თუ ეს პერიოდია როცა ფულის მოპარვას ვაპირებდნენ ეს დაწყებას კომუნისტები ვასილს უთხრეს რომ ორბელის სკოლმეურნეობას ეზარალა ორი ძროხა და უნდა მიიმატო შენ ვასილაო პირველმა დივანმა უთხრა კი ბატონო მივიმატე მე იყვანოსო არა მასი არაო ვითომ მიიმატეო მასე მე ჩემ ხალხს ვერ მოატყუებო ვარი უთხრა პირველ დივანს მერე ამაზე დავობდი და რო გამოდიოდა კარებში პირველმა დივანმა უთხრა კაი ვირი ხარ ვასილა შენო ვირიც ხარ და ვირიშვილიც ამა უთხრა გამეიკეთა კარები და ჩამოაქვეითეს საბჭო ვერ შეელიეთლა და საბჭოს თავმჯდომარე შემოაქვეითეს ეგი აგერ წერია კოლმეურნეობის საერთო კრებას რო შეაჯამებდა და იცოდა გამოთქმა ლობიო და კოკორიე თუ გინდა თუ კოკორიე ლეჩხუმრად ჭაც ქვია ლობიო და კოკორიე თუ გინდა უნდა უმუშაოთო ზედმეტ ლაპარაკი არ უყვარდა და ბოლოს რო დაამთავრდა წრიბოლოს კრებას მეც ვარ ბერჯე დანასწრების მოვლენა იყო სოფელში დაამთავრდა და ერთ-ერთ კრებაზე თქვა ბოლოს რომ ყველაფერი დავგეგმე ყველაფერი გავაკეთეთ ახლა გვინდა ერთი უნამუსო კაციო მე ველეთ რო დავაღენო რო არ დაზოგოს არც მისვი არც ხვისიო ხო და გემიჭის ახლა გამხელა მაგრამ
ბენდელიანი ადგა ჩემი მეგვარი ერთი გერმანო ქვიო და მეც სახელად პორჭოკი და უთხრა მე ვიქნებიო აი იგინე იყავი გოჩა ბენიძე ამ ბიჭმა ხვამლის ეკლესიაზე პირველად ამან აიღო ინიციატივა და ესავიდა ამან დაიწყო იქ აღდგენითი სამუშაოები არც გზა იყო არც კარი იყო ეს და მისი ოჯახი მუშაობდა ზურბის სოფლის ცხოვრებლები ეხმარებოდნენ და რომ იტყვიან მანქანის ლებიოტკას რომ ეძახიან ჯალამბარი იქ გამოაბამდა ხეს წაიწავდა წინ გამოვკიდე და ასეთ წელს მისი სურათი იყო წყაროსთან ის მე გაფუჭდა წლების მანძილზე წელს აღვადგინეთ ამის სურათი იქანე მე აღვადგინე მისი სურათი შემდგომში ხვამლის ეკლესია კიდევ დაზიანდა ქარისაგან ეს გარდაიცვალა ეს და შემდეგში კიდევ დაზიანდა მაგრამ შემდეგში ძმებმა ლომთაძეებმა ტვიშიდან რომანი და როლანდი აღადგინეს ეს ყველაფერი ამას ვისაუბრებ გავთანდილ ყურაშვილი საინტერესოა ეს ხვალ შემაჯამებელი იუბილე არის მისი პირველი ლეჩხუმში გადაუხვედა როგორც მოახსენეთ აქ იყო ბანკეტი ეხლა ხვალ არის ქუთაისში შემაჯამებელი იუბილე და იქ ვიქნებით აი ეს სურათი ცაგერი კოსმოსიდან აი ასე ჩანს მაღლიდან ცაგერის ცენტრი ყველაფერი ეს ონლაინ რეჟიმშიდაც შეიძლება ამის ნახვა აქეთ აკაკიწერლის ზაურობაზე და ლეჩხუმურ პურმანზე ერთი-ორი სიტყვა უნდა თქვას დამატებითი ინფორმაცია აკაკიწერეთელი როგორც გითხარით ალპანაში ისადილა შემდეგ 25 ცხენოსანმა გააცილა ლეჩხუმის ბოლო საზღვრამდე ასკის კალს გადმოღმა ჭრებალოში და იქ დაბინავდა 25 ცხენოსან მოტოციკლეზე საპატიო ექსკორტის შემდეგ იქ ისე შეყვენ შეხვედრები პურმანელები ყველაფერი ყიფიანებთან იმასთან გელოვანებთან და დაგვიანდა ეს ყველაფერი და ასკის წყალს მეორე მხარეს მოადგა რაჭველების ცხენოსანთა დიდი ჯგუფი ხო და დაეძახეს იქიდან რომ გამოუშვით ეს კაცი გამოუშვით ელოდება თელი რაჭაო რო გადმოსულიყო ესენი კიდო გადამბული ხეიფიძებიდოდა მერე ამათ დელეგაციაში იყო სამსონ დათეშიძე საზოგადო მოღვაწე და უთხრათ ამას რომ თქვენი ძმები მევიდანო რაჭველებიო ხო და გოუშვით ეს კაცი გოუშვათ და როგორც იქნა ეს სტუმართმოყვარეობაზე მინდა მოგახსენოთ ჟანსურ ჩარგვიანზე ეგრაც აგერ მაშინ მოგახსენეთ თქვენ კომენტარი არ გამიგეთებია საერთოდ ასეთ სახის სურათებზე კომენტარს არ საჭიროებს ეგი ჟანსურზე ერთი რამე შეიძლება ცოტა ფრაზას ვიტყვი რაც უნდა კომენტარი ტუს ვაფრიგეტოჟე ტუს აი ეს არის მისი კომენტარი ახალი ექსპონანტი ეს სურათი აგერ წერია ქვეშ ეს ქალბატონი ციკლაური რომ ეხვევა ლუხვანოდან სანორჩი გათხოვილი პინა საღინაძია ის 3 წლისაა და კიდო ცოცხალიაო ცოტა ორაზრონათაა ბეჭდების შეცდომა ალბათ ქუთაისის და თასის არ იყოს ცოცხალი იყოს მერთმა კარგად ამყოფოს ეს არის ჩემი სოფლიდან გათხოვილი სანორჩი ლუხვანოდან სანორჩი თიანის სოფლიდან თიან სოფელში აქ ტერენდი გრანელის პერიფრაზა რო გავაკეთოთ ტყიდან ტყეში გადაფრინდა და გათხოვდა არავითარი და ადრე ხალხი ესახლებოდა მოსავლიანი სოფლიდან მოსავლიან სოფელში გათხოვდა ასე 103 წლის არის ეს ჯერ კიდევ აი როგორც ნახავთ ახლოს პლანით თხოვ ოპერატორს გადაიღოს ჯერ კიდევ სილამაზე შემორჩენილია ეხლა ყანწის შესახებ დამკვირვებლებმა გერმანელმა დამკვირვებლებმა მომინიშნა მომინიშნა აქამდე ჩამისხი მეოთხე შევასეთ ერთი ჭიქა რო შეავსებ ხო აგერ გამოუშვებო ასე მითხრა ეს პრაგმატული ხალხი რატო იზე რატო მეო ამდილა იქ დავლიო მერე იქით უნდა დავლიო შენთან დავლიო მერე სამოს იქ უნდა
მერე და ასე გაანგარიშებულად დალია ეს ჩაუსხია ამაში 2 წლის ნახევრად თბილი ცოლიკაო, რომელსაც როდალევ ყველას რა თქმა უნდა არ მიწოდებია ჯერ მოგი როდალევ ყურძენს რო სჭამ ცოლიკაოს თითქოს ისეთი არომატი შეწყვიტა მოეწონა ძალიან და თქვა რომ მეორედ რო ჩამოვარ კიდე მოვალ ახანეო ეს ყანწი ტრისთან ბახვა გუგავა იგივე ტრისთან გუგავან წარმოადგინა როგორ უნდა დალიო როგორ უნდა ჩაუბერო როგორცაც ეხლა ბახვა გუგავა წარმოადგენს ყანწს რომელიც ხელში უჭირავს ეს ყანწი არის როგორც გითხარით წინა ჩაწერაზე წინა ფილმში 33 ჭიქიანი ყანწი ბახვა გუგავა არევის ეგონოს რომ ეს კაცი სვამს ღვინოს და მეტი არაფერი ახანე ეს ამბობს ლექსებს ბახვა გუგავა არის ლეჩუმის ერთ-ერთი საუკეთესო შვილი ვირიშ სასულიერო სკოლის დირექტორი კაი ბიჭი კაი ოჯახის პატრონი უსაშველოდ პურმალიანი სალასტოთი ჩამოაქვს პურმალი თუ ის რეჟიმია სადაც სოფლის იმაში უნდა ჩამევიდეს ეს სხვა მცნება არის ასეთი პურმალი ასეთი პურმალის ასეთი გამასპინძლება და გარდა ამისა ის ხშირად თამადობს როგორც მოგახსენეთ ადრე აქ აწერია მის სურათს ქვემოთ რომ წერლებისა და პოეტების მიერ მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის საერთაშორისო კლასის თამადის წოდება ეს არა აღარ შევახსენებთ ახლა ამას და ზა ლებანოიძემ ეს არის ლადუასათიანის პრემიის ლაურეატი პოეტი ლექსი მიუძღვნა განთიაჩი ჟურნალ განთიაჩი ბახვა გუგავას ხშირად არის ურთიერთობა აი ლექსი ამ ლექსიდან რამდენიმე ფრაგმენტს გაეტყვით თამადა რომ ხარ ხინი რომ იყავს სულ თავისთავად თასისხამს სიტყვა ლექსი რომ გიყვარს ემასე უნდა ფრაზა ყავს წკიბზე შემდგარი მუდამ სვავ წყალმაჭარას დამათრა წყარომ ლეშხუნს რო გიხებ ბავშვივით ხარო აი ეს ლექსი სულ 17 კუპლეტი ლექსია ესე ძალიან კარგი ლექსი ზა ლებანოიძის ეხლა ვნახოთ გადავცეთ ბახვა გუგავას სასმისი და შესაბამის ახლა უკვე ლადუასათიანის ლექსით შევხვდებათ ის რადგან ამ დალევაზე დიდ სასმისებზე ცალკე ლექსი აქვს ლადუასათიანს ვთხოვოთ ბახვას უკვე ჩამთავრდა სოფლად რთველი დაყურძნის კრეფა აზოვებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა დასვეს და დაჯდა დაიმშვენა სუფრას გახედა ორწყლივად ჩანდნენ ჟალ ჩოხებში ღვინის მსმელები ღვინოს ყურადად ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ მანჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე უკან და მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა 100,000 მიულოცალ ხინი თავადთა და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა სვესუ მოწყალოთ ღვინვებით ცესხლის ქვევლები მერიქიბეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები მოფარდაგულზე გაიშხლარდნენ მსმელი კაცები ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაცისა როცა ლავაში დახურული სეფა დაიქცა როცა დაიმსხრა სასმისები და დაილია მაშინ გულბა ჭავჭავაძეც გადაირია როგორც ერდროს შედან ჭილაძე და იერიში მიიტანა ძველ ჭინჭილაზე ბატონიშვილო ეგ ჭინჭილა გადარჩა მარტო აუსეთ ღვინით ამ მიართვით ჭინჭილა ბატონს შეტორტმანებულს ნახევარის არდელია წყენით წამოწდა ეს ოხერი რომ არ გათავდა გახედა სანთლებს მოეჩვენა ერთი ათა და თვალ დაუბნელდა გამოეცლა მუხლებში ძალა წაი ბორძიკა წაი ფორხილ წაი ბანცალა და ნაცოხნარი
გაბერილი როგორც კამეჩი აზდა კარგული გაიშლართა შუა ღამეში შეინძრა ჭერი იატაკმას გაიჭრიჭინა თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა გალაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში სუფრის ბოლოში ხითხითებდა მთვრალი ბახუსი თითქოს იტყოდა მასპინძელო ეგრა კაცია ქვებრებს ანთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია გაიშრიალენ სადღაც ვერხვებმა გააკანკალა უნაფს არა მე ფეხი კი არ მეშლება ეს დედამიწა ბრუნავს ეხლა ეს ადგილი არის როგორც გითხარით ნიშანი იმის რომ აქეთ მარანი არის მარანში ჩვენ შევალთ ახლა შესაძლოა ევროპელი დამკვირვებლებიც ყავდა შიგნით შეყვანილი იქ არის რა არის იქ ამას 4 წელი ვაკეთებდი ჯერ აქამდე იყო მე აქამდე და შემავსებელი სურათები მქონდა აქ ფარშევანგის კუდის სრული მონტაჟი იყო რომ შემევსვე სანამ წრეს შემოუვლიდი და შემდეგ ეს სურათები ცალკეული შედარებით სხვადასხვა დიდი ადამიანები ასეთი ლამაზი სურათები ასეთი არის გადავიტანე აქ რომ ფუნქცია კრიტერიუმი არ არის ეს აქეთ ეს იგი და არის რომ დაждები იქეიფებ კაი და ყველა თემატიკაზე როგორც გითხარით აქ არის საერთო სილამაზეები საერთოდ მარნის პრინციპი ეს არის ზოგიერთი გააკეთეს მარანს მარმარილოთი კაფელის ესპანური კაფელები ასეთი რაღაცა ძვირადღირებული ქვები ხო და შეხვალ შიგნე ერთი ბოცადღია ტიშლიანი ღვინი და ერთი ბაგან კამბოტი მარანში არაფერი გზარ უნდა მარანში უნდა იყოს ყველა საჭმელა სასმელი უხვად ეხედან რო წამოყვები მჟალეული ცხარეული წვენეული კამპოტი როცა ყველაფერნაირი ესე იგი საკონსერვებული ლეჩხუმური ეკოლოგიურად სუფთა ესე გარდა ღვინოებისაც ვლაპარაკობ ახლა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები არის აქ წარმოდგენილი დიდი რაოდენობით დაახლოებით 1000 ერთეული არის 1000 ერთეულია ეს უნდა ქონდეს ბევრი რომ მოვაკაცეს სტუმრად რომ ეს უნდა მიართვა კიდევ უნდა აჩუქო უნდა ქონდეს ამის საშუალება ეს რაც შეეხება აქ ლაპარაკია წვენებზე კიდე წვენები ნატურალური წვენები ჩვენ როცა usახელაურზე ვლაპარაკობდით იქ უნდა ვთქვათ ახლა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ლეჩხუმთან დაკავშირებით მარტო ღვინოები არამედ მარცვლეული აქ ვახუშტი ბაგს რომ ეს არის ლეჩანი მაგრამ გარნას ვენახიანი ხილიანი
და მოვალს ყოველნი მარცვალნი, ლეჩხუმური პური, ლეჩხუმური ხორბალი, მახა და ზანდური ეს საქართველოში საუკეთესო ჯიშები იყო. ეს საუკეთესო ჯიშები. რაც შეეხება ხილზე, ეს უკვე ეკოლოგიურად სუფთა ხილი არის, შესახედავად, თუმცა პატარა ზომის არის. უნდა გითხრათ ისიც, რომ გორელები 80-იან წლებში რო გაყიდიდნენ ამ ლამაზ ვაშლებს, თავისას იყიდიდნენ ლეჩხუმურ ხილს, ვაშს და მიქონდათ და სახში მას მიირთმევდნენ გორელებს, ვერაც არის ვაშს ამას. ასე ეკოლოგიურად სუფთა, რატომ? არ არის სხლა, არ არის შეწამულა, მოდის თვითონ და ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ლობიოზე, თვითონ მარცვლეულზე, ურზე მოგახსენეთ, ხორბალზე მოგახსენეთ, სიმინდი კარგი მოდის, ყველაფერი კარგი მოდის, გარდა ციტრუსისა. რაც შეეხება ლობიოზე, ეს უკვე უსაშველოდ გახმაურებული ის არის პროდუქტი, ჩვენ ამ კონკურენტებს უკვე დედამიწაზე აღარ ვეძებს და სხვა პლანეტებზე თუ იქნება ესეთი, მოგახსენებთ, რომ სამეგრელო და იმერეთი ჩვენ ლეჩხუმის გულისათვის პერიოდულად ერთ საუკუნეები, ცალკეულ საუკუნეებში ერთიც იყო, მეორეც იყო. ბოლოს ლეჩხუმელი გადადიანდა კაცია ჩიქოვანი და ის გახდა სამეგრელოს თავარი და მიიერთა ეს ლეჩხუმი და ბოლო წლებში სანამ რუსეთს ჩაუერთდა უკვე ლეჩხუმის იყო. თორემ მონაცვლეობდა. რატომ ჩუბობდნენ ესენი ერთი-მეორე? უმობდნენ ერთი-მეორეში. იმიტომ ჩვენ კაცი ხელს არ გვაძლევს, რომელიც ჩამოდია და ვექონდა. იმიტომ რომ ლეჩხუმი ასეთი ძვირფასი პროდუქტებისა და ამის სამშობლოა, ასე წინწყლებიან კალმახის გადასახადში, გაუგონარი რაღაცები, გადასახადში ხდიდნენ, თევზის გადასახად, წინწყლებიან და სხვა პროდუქტებთან ერთად. ამიტომ იყო დიდი დაინტერესება ლეჩხუმისათვის. დანარჩენი აქ ღვინოები, როგორც გითხარით, ყველანაირი ღვინოები, სია არის ღვინოების ჩამოწერილი, აგერ სია არის ღვინოების ჩამოწერილი, მივალთ იქ ნახავთ, ესენი საერთო სილამაზეები, აქ ამ კაცზე ჩვენ ნალაბარიგები ვართ, თქვით ერთხელ და სულს ყველა ამბობს, ჩვენ აქ ყველაფერში დადებით ვეძებთ ამ სიტყვებს, აგერო წერია. ის ყოველ დღე ატყუებდა რუზველტს, ყოველ მეორე დღეს მე. უიცონ ჩერჩილი, ახლა მოსინჯოს სოფლიოში ვინმე, ყოველ დღე მოატყუოს ობამა და ყოველ მეორე დღეს კამერონი. მით უმეტეს არც ერთია რუზველტი და არც მეორე ჩერჩილი. ახლა მოსინჯოს. აგერე დეოკუპაციის ის გვაქვს ლეჩხუმური ამას რა ფუნქცია აქვს ახლა ვიგეწყოთ დეოკუპაცია ლეჩხუმური ხედვა ამას საქართველო ოკუპირებული რეგიონები მუქი ფერებით კაცრი ფერებით და ორი ლეჩხუმელის წაწერილია თუ ხანჯლებია აქ ბევრი და დაუყარეთ რომ ძველ ხანჯალს ელდეცეს პათოსი და გაისარჯოს დაბრძოლებში დაიხარჯოს ლადო და თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია ჯანსუღი ჩარგვიანი მითი სიტყვებია და აქ არის როგის გვირაბთან დედა სამშობლო არის ვენგურთან უჩეტიჩის ხანდაგება ეს ხანდაგება გინდა სტალინგრადში დადგა გინდა სადაც გინდა ის არის და აგერ ვენგურთან არის ელგუჯამაშუკელის დეგმილი მერაბ ბერძენიშვილის გიორგი სააკაძე აგერ აქიდან და ესე ხსახურება რას აქ რო დაждდებიან ხანდახან აწევენ სადღეგრძელოს და ამბობენ გაერთიანებული გვენახოსო საქართველო გაერთიანებული რო კითხავ რაფერ უნდა გაერთიანდეს იმაზე არ ამბობენ ჭიხები სადღეგრძელოები და პატარა პათოსის აქ ომის რიტორიკა არ არის პათოსი რო ისხნა გოუღვე ვამხარს მარტო სადღეგრძელოები არა საქართველო აგერ ეს ხელი აქითა ეს ხელი იქ და გამოდიო ეუბნება გამოდი ახლა ეს ჩვენი პირობითი ამბები აქ აგერ არის პატარა დახმარება სჭირდება ხანჯის წუბის აღადა პატარა ამერიკული ავიამზიდი არის შემოსული თეოდორ რუზველტი სადაც იმდენი ვერტალიოტი და იმდენი ბომბდამშენია რომ მათი მომსახურე პერსონალისათვის ერთ ჭამაზე სადილზე სჭირდება 8 ტონა ქათმის ბარკალი წარმოიდგინეთ ახლა რასთან ამის პატარა წაგვრა დაჭირდება ხელში თუ დაგვჭირდა ეს აღდგენა გარდა ამისა აგერ გვესაზღვრება ომი ახანე ომის რიტორიკა მეტყვი არ არის რომ ომის რიტორიკა აქ რაც გვესაზღვრება ქვეყანა სადაც მენდელეევის ცხრილის ყველაფერია შიგნით
და სამწუხაროა რომ ცუდად დამოკიდებულებაში გვაქვს მასთან. ამ შეადახსენებენ იმას რომ არ ამბობენ ისიც უნდა თქვა და ისიც უნდა თქვა. სააკაშვილი თვითონ მიხეილი თვითონ ამბობს რომ პუტინმა თქვაო და აი კადრებს აჩვენებენ პუტინი რომ მიმართავს მთელ ქვეყანას. ეს რეჟიმი ყველაზე მაგარი არის ფორმატი ის რომ მთელი ქვეყანა usmens. აი რამდენიმე საათიანი აი კითხა კაცმა რო დაპირდიო შენო და სააკაშვილი რო თქვია და იქ რაღაც ამბობს სიტყვას პაჩემუ ვადნომო და მერე აღარ აგრძელებს ჩვენ ტელევიზიები უნდა თქვან ისიც რომ პუტინმა შემდეგ გააგრძელა თქვა ქართველმა ხალხმაო რუსეთის სახელმწიფოს განვითარებაში შეიტანა ფასდაუდებელი წვლილი აქ ხედველობაში ყავს ბაგრატიონის ბერიას სტალინის და ყველაფერი უმძლავრესი სახელმწიფოში ფასდაუდებელი წვლილი ან დადებითი კუთხიდან უნდა შეგვიძლია იქიდან მოუდგეთ ადამიანებს მას ქვეყნებს და მეზობლებს აქ მეზობელზეა ლაპარაკი ხო და აქ მжდომებს ისე გონია რომ თითქოს აქანე გადმოდგება აგერ ლესელჯეში რუსეთის მეფე და ესენი სამძლეობლებს დოუძახებს ჩამოდი ჩვენთან აგერ გაგრაში წამოწევი და მიაფიცხე ქაჩაჩები ცეკაიმზეს ულტრაესპერსივებს ქაჩაჩების ბარძაყების შიგანა ნაწილია როცა მოწობი ხო და ამას კიდევ აგერ უნიკალურ სილამაზეს ეს ენციკლოპედიაში შეტანილი ბიჭვინთას და დაგიძახებს რომ შენია გამთრიალე რადგან სამძელოს ამბობს გამთრიალებულია საქართველოს ისე მაინც ფსიქოლოგიურად მაინც უნდა კაცი უნდა გაწუხებდეს რომ ასეა შეჩუმურ შაშს გავს საქართველოს ფეხი მოჭრილი აქვს და კელავერი ესენი ყველაფერი როგორც გითხარით თარგეული ის არის ფოტოები სილამაზეთ აქ კარი ხასიათს დაჭდეს ეს არის ღვინოების ჩამონათვალი არაყების ჩამონათვალი აგერ ნახავთ ახლა დავანათ სხვადასხვა სახეობებია აქ სხვადასხვა წლების და იმის ღვინოები ყველაფერს აწერია თავის სახელი ეს არის ხომლამაზი ეს საქართველოს ხომლამაზი ეს ამას ჩვენ დარბაზში რომ გავალთ ეს სადმინდა ამის გაკეთება რომ ერხიძე იმას განახებთ ეს 20 წელი ამაზე იყოს გაზეთშიც გამოქვეყნდა აი ახლა ეს ლადოს სიტყვებზე გავაკეთე ეს კარგი ახალმშენებლ ლამაზები ეს პარლამენტი სამძელზე ეშარგეესნო ეს მე დიდი ხანია მაქვს აქანა ეს სილამაზეები რაც ლამაზია აი ღვინოები აგერ შეხედეთ აგერ მაგარი სასმელი ჭაჭა ტორნადო ეს იუმორში და ჭანჭური ტაიფუნი ლიქიორი ურაგანი ამარეტო земля კონიაკი земля воздух აი ეს ნაპოლეონი სარგეული სურათები სილამაზეები რომელმაც შეუქმნას დადებითი ემოციები და დადებითი განწყობილება ადამიანს კარგი ღვინისა სამეფო ღვინოების ახლა აქ არის როგორც გითხარით ფალოსის კულტის ძეგლი ეს არის ლარჩვალი და ლარჩვალი ლადუასათიანის ლექსშიდაც არის ნახსენები რადგან 1 კილომეტრია ლადუასათიანის სოფლიდან ბარნაელიდან ეს სოფელი იქ ლექსშიდაცა ნახსენები და მეწისკვირე და ლარჩვალი და მეწისკვირე დამრჩვალი ეს და იმ სოფლიდან 300 მეტრში არის ეს არის ტყეში როგორც ხედავ ტყეში არის და არის წარმართული ეკლესიის კავთისხევში არის ასეთი კავთისხევში არის ასეთი წარმართული ეკლესიის ფალოსის კულტის რომელიც თუმცა იქ ამის ნახევარი არის ზომით ის ძეგლი აქ ირონიულად ამაზე ფიქრი არ შეიძლება ეს სალოცავი არის ეს ნაძრახი ამაზე სხვანაირად ფიქრი აქ მითხრეს რომ ყველაფერი ამის შესახებ იცის ლარჩვალის კვიდო პიერ ფუტკარაძემ რომელიც განათლებული ადამიანი ყველაფერი რაიონის ხელმძღვანელობაში წლების მანძილზე მუშაობა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყველაფერი ამის იგლუ მესამე საუკუნე ეს არის ქრისტიანობის შემოსვლამდე რომელსაც მიმართა ისტორიაში სალოცავი არის ეს უშვილობის სალოცავი არის აქ ამბობს ის ვინც ერკვევა ამას ყველაფერში რომ აქ სხვადასხვა
ჯუმბერ კოპალიანიც აქ ჩეროსალოცავზე ნამყოფი და ეს ობიექტი აქ გადიოდა გზა გადიოდა ლეჩხუმს სვენდან იმერეთის მიმართულებით ადრე საუკუნეებში აქ არის ეს უშვილობის სალოცავი არის უშვილობის სალოცავი და აქო ასე უნდა ჩამოაყრდნო როცა ემთხვევი უნდა ჩამოდო ნიკაბის ზევით და ეს მე იწევი და ჯობნის ესე უშვილობის ამბებს ასეთი რწმენა და ასეთი გადმოცემებია თუ საშუალო და მაღალი კაცია იქიდან დაუდგება ჩამოიძა თუ დაბალი კაცია აგერ შედგება საკვერცხეებს და იქიდან ჩამოდებს ნიკაბს აი ეს ასეთი როგორც გითხარით საქართველოში ადრეს ყოფილა ენციკლოპედიაში მოიხსენიება და ეს ფალოსისები ქვის სვეტების სახელით არის მოხსენიებული დამკვირვებლებმა ევროპელმა დამკვირვებლებმა რომელიც არჩევნების წინ დღეს ძალიან ესე დააკვირდნენ ამას იქ არჩევნებს როგორ დააკვირდნენ რა ჩემი საქმე აქვს დააკვირდა გამოიგიხე რომელი საუკუნის როგორ და რანაირად ერთ სიტყვით აქ 1000 მეცნიერულად ვლაპარაკოთ აქ მაინც მომხდება რომ ყველაფერში მაგრები ვართ ლეჩხუმლები რამაზ კოპალიანი პეტოი ეს ჩვენ მაშინ არ წარმოგვიდგენია აქ წერია ერთი რამე რომ ეს ბიუროს წევრიც იყო რაითა საინტერესო განათლებულებიში ყოველნაირად ბიუროს წევრიც იყო კონკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი იყო და ამ დროს რომ მოსუსტენ ბიუროს პერიოდში რო ერიან კომერციული ბუტკაც ჰქონდა ამას ხო და მისი ძმა ეგერ მოკეიფებში როა თამაზი მოვიდა და მას მისი მეუღლე მოყვა და კითხა ესო შენ აგერო წერიაო შენ როარ გითხვიო ესო სხვის სახელზე იყო გაფორმებულიო მას შემზე უთხრა ამან იცოდაო მარტო რა ხედა უძერია შემდგომში ეს მეთოდი ჩინელებმა გადაიღესო სხვადასხვა გორბაჩოვმაც მოშინჯა უკვე 8 დრო შედობა ჩინური მეთოდი არ დაანებეს იმას ხო და მაღლა კომუნისტები და ქვეშ საბაზრო ეკონომიკა აი ეს წერა რომ მოგახსენეთ ჩემი გაკეთებულია ეს არის აქ იყო ნუშარი ლეთოდიანი ახლანდელი საგრებულოს თავმჯდომარის მამა კარგი კაცი კარგი სპეციალისტი და ეს დავაშენეთ არავითარი ხარჯთაღრიცხვა არავითარი ისი რამე ეს პირველ მდივანმა ემზარ გუგავმა თქვა გამიკეთეთ თუ გოუკეთეთ ეს საერთოდ აქ ეწერა ცაგერის რაიონი აქ ეწერა ცაგერსკი რაიონი 300 მეტი მივეცით თითო ასოში მევიდა ეროვნული მოძრაობა და ჩამოხსნა ეს არისო დამპყრობი ერის ენაო და მოაშორეს 90-იანი წლები და ვეღარ გააკეთეს ახლაც ასე არის ხო რო შემოვა საბჭოთა ქვეყნის ან უცხო ადამიანი ახანე სამევრი ქვეყანა დაიწყო რომელი ქვეყანა აიფეს ვერ გეიგებს ახან ეხლა აპირებენ ახალი მთავრობა აპირებს ცაგერის გერბის ლეჩხუმის გერბის გაკეთებას და ინგლისურ და წარწერებს ძალიან კარგი იქნება ამ სვეტზე ჩემი გაკეთება საინტერესოა სხვადასხვა ეს არქიტექტორმა ჯონი ჩაგვედაძემ მაგარმა არქიტექტორმა და მე დავსვით ეს და სადაც მოგვეწონა ჩვენ ლეჩხუმის საზღვარს გადაცილებული არის ლეჩხუმის ცაგერის ვაზა 2 კილომეტრი სადაც კაი ადგილი იყო იქ ნახე 2 კილომეტრი ეს არ მიგვიტანია გულთან იმიტომ რომ 2 კილომეტრია შეიძლება კიდევ რამდენიმე კილომეტრი შეიძლება გვედი გორდი კიჩხა არის ლეჩხუმია ჩვენ ტერიტორიაში ვართ ასეთი მომენტი იყო ეს არის მური ხიდი აი აქ იყო მური ხიდი და მეგზევებმა ჩააგდეს მაგი და მეგზევებმა ეს აღვადგინეთ ეს არავითარ გუნვაზე და ჭიმვაზე არ მუშაობს ეს თაღები ეს არის მუზეუმიდან ამოვიღე მაშინ ხო და გაუკეთე ფორმა როგორც ჰქონდა მური ხიდს ისეთი რომ ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად აღდგენილიყო მური ხიდი მური ხიდს აქ ჰქონდა ფუნქცია ბილისკე და რაჯისკე მიმოაგზაზე და ამან შეიძინა ფუნქცია მწვანე თეატრზე და იქით სოფელია კიდევ დოღურაში ამ ხიდზე მაქვს განსაზღვრი ხომლამაზია ეს საქართველოს უნდა გაუკეთოს ამისი პროექტი მუშანახაზი ეს მივეც რაიონის ახალ ხელმძღვანელობას თქვენს რომ
ტენდერი რაზე გავაკეთებთ ამას. თუ არ ჩამოვაბი ყოველთვის იმპიჩმენტს პირდებიან იმას და თუ არ დააიმპიჩმენტდეს მე მგონია გააკეთებ. თუ არა მე გავაკეთებ, ჩემი გაგეთებული და ასრულებსაც მე გავაკეთებ ჩემი ხარჯით. რაც შეხება მწვანე თეატრი. ეს როგორც გითხარით, რამან მცხელიძემ დააბრუნდა ცხენწლის მეორე მხრიდან აჩერდებოდა რას არის ეგაცი გაჩერებულიო შენიშნავდნენ ადრე მერე რო უკვირდებიან და იქიდან დახედა ამას მწვანე თეატრი. ეს უნიკალური ნაგებობა არის ამის დაფინანსება 30 წლის უკან ძალიან ძნელი იყო. ძალიან ზოგო მე მაშინ გავრისკე ის რომ საგზაოს თეატრთან რა კავშირი ქონდა მოიგონეს სჭირდებოდა რაიონს და ხელმძღვანელობას და დავაფინანსეთ მთელი ორგანიზაცია დღე-დღე მუშაობდით გარდა იმ დაფინანსებისა ფიზიკურად და ეს მწვანე თეატრები ახლა ბუნებაში იურმალაში და სანრემოში ახლა რო ვთქვა ლაპარაკი შედარება არ შეიძლება კეთილმოწყობის კუთხით. მით უმეტეს 30 წელი ახლა რემონტი აქვს ჩასული 30 წელი ახლა მას რეაბილიტაციას ეძახიან ახლა რემონტი უნდა რა. ვერ შეედრება კეთილმოწყობით, მაგრამ თვითონ ლანდშაფტით და ბუნებრივი პირობებით მდინარე, მაღლა სცენა, ზევით კლდეში ამფითეატრი და მეორე კლდეში ლოჟა. ამ კუთხით თუ შევხედავ სანრემო და ეს იურმალა ამასთან შედარება არ აქვს. იქ მხოლოდ კეთილმოწყობის და მაღალფარდოვანი მასალებზე ლაპარაკი და ბუნებით ამას სოფლიოში არ შეედრება. სოფლიოში არ შეედრება არც ერთი გარენაგებობა. აქ სტუმრობდა პატრიარქი იმ პერიოდში, როცა აგვისტოში ბრძანდებოდა, მაგის კადრებს ახლა ნახავთ. სტუმრობის კადრებს და შემდეგ პრეზიდენტი რო ჩამორბრძანდა, მაშინ უკვე ისო გაზაფხულის პირი იყო, მასეთ ამინდებში არ შეიძლებოდა მოხვედრა და ერთ სიტყვით ეს გარემონდება ახლა და ძალიან ლამაზი ნაგებობაა. შემდეგი ჯერ ეს ლეჩხუმელი ტუპ მოდელი ანა სანთელაძე. არევის ეგონოს რომას ვინმეს უაძალებდეთ, უბრალოდ მაგალითად ვიყენებ ამას. მაგალითად ვიყენებ ლამაზი გოგო არის და ლეჩხუმელი რძალის პრინციპი მინდა რომ წარმოაჩინო ლეჩხუმელი რძალი მე მიმაჩნია შეიძლება ბევრს საქართველოში ყველაზე უკეთეს ძლად ასე ოჯახის ფუნდამენტი ერთგულება და სისტემატურად ფიქრი რამეს გაკეთებას და ოჯახზე მიმატება. ახალი ექსპონანტი, სრულიად ახალი ექსპონანტი, თავარი საქმე. ლეჩხუმელი 2 მეტრო და 20 სიმაღლის ვაღური ეჭიკვანი. აგერწერია. ეს არის ვაღური ეჭიკვანი, ცნობილი ადამიანი. ეს არის ოფიციალურად არის იაპონია, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. მაგრამ რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე არ აღითქმება ისე როგორც გერმანიასთან აქ ფაშისტთან ბრძოლა იყო, мотиваცია რა თქმა სამშობლოს დაცვა და ყველაფერი. ხო და ეს იგულისხმება როგორც საზარბაზნე ხორცის მიწოდება რუსეთის იმპერიისათვის. აქ ამას კოტე ბაქრაძე, რომელიც მოახსენეთ, ამის თავადი, ამის ოჯახში, ამის ფუძეზე იყო მისული, ისის თავი. აქვე მინდა თქვა რომ ეს სამეგრელოს ჩიქოვანებს სულ სამეგრელოდან იყო, აქვე მინდა ეს და შეცდეს იმაზე ლაპარაკი რომ კოტეს ბაქრაძესთან როცა ვიყავი, მაჩვენა 3 ალვის ხე, რომელიც არის 3 ძმის და სახელები აქვს. ეს არის უცხერში, ერთს ქვია ვაურიე, მეორე ხელს ქვია იასონე, მესამეს ხელს ქვია სერგიე. ეს არის 2 მეტრო და 20 სანტიმეტრი სიმაღლის და საქმე რაში რა კოტე ბაქრაძისგან რა ინფორმაცია მაქვს. ეს კაცი რო დამთავრდა რუსეთ-იაპონიის ომი, ჩინეთში, ეს მანჯურიაში იყო, მანჯურია არის ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია, დაიტოვეს იქ რუსეთ-ჩინეთის შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ მირას გვეკითხებოდა მაშინ საქართველოს და დაიტოვეს იქ შეთანხმება რა გაფორმდა, ხელშეკრულება თუ რა, ამას ვინახავს ახლა. არის ასეთი განმარტება დაიტოვეს იქ რაზე ახლა სხვანაირი სიტყვები აქ არის ეს დაიტოვეს
ქართული სიტყვა, სწორი სიტყვა ბინძური სიტყვა არ არის და უწმაწური არ არის. საჯიშედ დაიტოვეს, ეკაც, საჯიშედ. ლეჩხუმელი ეს არის ლეჩხუმელი ადამიანი. ესე დადოჯე ნაციის სიმაღლეში აწევა. ეხლა არის ლაპარაკი, ეს დამკვირვებლებმაც ნახეს და ძალიან აუხსენი ასე. და არის ლაპარაკის შედეგი. აგერ მაღაზია არის და ერთმა მითხრა ისო დაბალი არის, მაგრამ ეს ახლა ისინი რამდენი მილიარდია ყველა მიცის ახლა და ყველას ხურგაზდებოდა ლეჩხუმელი, მაგრამ ჩვენ ვარაუდები შეგვიძლია ყველაზე მაღალი კარაფურთელი ჩინელი არის. 2 მეტრო და 35 სანტიმეტრი საიდან. ჩვენ ვარაუდობთ რომ ისე მაღალი ვინც არის ეს. საერთოდ ლეჩხუმი ჩინეთის კარაფურთის ნაკრები და ესე ლეჩხუმის გენია, ლეჩხუმის გენი. და ალბათ თანდათანობით გამოვლინდება ეს გენი. აი ამ ფუნქციით იყო ეს დატოვებული იქნა და დაკრძალული არის იქვე. ეს არის 25 არხზე რომობენ შექართველებიო. აი ეს. აგერ საჯიშე ლეჩხუმელი, საჯიშე ქართველი. ქუთაისის ბაზარში ამას ადრე ახლა ურიკებია არ იყო ეს და ასე თავზე ქონდა რაღაცა გობები, თასები და იმით დაკონდა და კურდნები. და ეს რო დასტაგებია, კაცი, დაბალი კაცი ხო რო დასტაგებია, ეს გობი დაურტყავს ღვედისათვის გამოუხედია ამას და ლითონის ჩარჩო დაუნახიო ღვედის მე კაც ვერ შეხედა დაიწრა თუმე დაიწყო ახედო მაგრამ ეს კი ღამგად მეეყარა მაღლიდან და მე დაიხია უკან და სანამ ჰიპოტენუზა არ მოხდა ვაღურიას მე დაინახა ვაღური აი იმ სიმაღლე კაცი იყო ავის ჯოხათა და გამარხანი აგერ წოპეც ორ გაგვირებული უყურებს ვიშიანი აგეთ ამ ოტია იოსელიანის შესახებ ყველაფერი მოგახსენეთ ამ ეს ფოტოებზე კომენტარი გაგვეთებულია ნუგზარე ტვილდიანი ეს არის როგორც გითხარით აქ ცხმელურიდან არის ცხმელური ცაგერიდან არის 3 კილომეტრი და ლენტეხამდე არის 19 კილომეტრი რა ახლოს ჩვენთან დასაგმული წარწერა არის ესე ეს აპარატის შესანიშნავი მუშაკია და არ წინწევს და წერია აქ რომ ცაგერის უახლეს ისტორიის აპარატის მოუშვებებელი მუშიკი ლეჩხუმში დაუწევლია ჭინკას კაცი არც გაზაშენდი და არც აშენდი არც გაზაშენდი და აქ არის პრინციპი არც წინწადი არც უდგან წამოდი აქ იუმორში არის ეს ყველაფერი გადატანილი და ეხლა აგერ რომ გითხარით ეს ლეჩხუმლები როდის ლაპარაკობენ კახურად და ქართლულად და თბილისურად გივის აღენაზი და ის შეარქვის გივიეტო ჩამევიდე ეს ჯარში ეჩვებოდნენ ლეჩხუმი პატარა რაიონი და ხვდებოდნენ კახელებთან ქართლებთან ასეთი და რო ჩამოდიოდა ჯარიდან აქიდან გვარიანი გაბუძგული წასული გაპარსული ჩამოდიოდა გაპრიალებული ბაკების ყველაფერი და მკერდზე ნიშნები 1000-ნაირი მისი და სხვისი დამსახურებული და ერთ სიტყვით და ფიზიономიურად ლამაზი და დილას გამოვიდა ეს და იმ მატრონას უთხრა იმ მატრონას პინას დედას უთხრა მის ბებიამის უთხრა ორე მოყვა და ეს თბილისურად და ვაჰ თო ბებიაჯან მაგო ვიტასე ეს საწყალი მატრონი მე ჯერ ტახსა ჩერდება ხან ტახსა ჩერდებოდა ხან გივეზე რა მითხრა ეს ამბოშმო აი ეს მაგალითია ეს რომ ლეჩხუმლები და შემდეგ გევიდოდა 1-2 კვირა ერთი თვე დაახლოებით მე უბრუნდებოდა მე ვიდაწევიდა ისე რა თქმა უნდა საინტერესო ექსპონანტი აგერ ტარიელ ბენდელიანი იროდიის სტატუნიას უძახიან ეს მართლა საინტერესო ექსპონანტი არის შიმშილისაგან აღმოხდენილი ფრაზის ეირეკა ტაფოულის ავტორი საქმე რაში იყო ჩვენ ეს ამას რომ მოვიდა მაგ ჩვენ სოფელში სულ მოგდიოდა ეს ყველას მამას ცოტა მძიმე შედეგი დამთავრდა და მიტუ არის აქ გამოხმაურება დედას წუმარი რომ მოდიოდა ტაფოული
და საერთოდ ტაფოული არის ტაფამწვარი, სულაც არ გავს ტაფამწვარს, იგი რეჩხუმური ტაფოული ეს არის. ტაფამწვარიც რო ქვია და ტაფოულიც რო ქვია, იმასაც გეტყვით. ტაფოული ეს არის შაშხის თხერთხელი ნათლების შეწვავ კარგად, მერე გადმოაბრუნებ კიდევ შეწვავ, მერე დაასხამ კვერცხის ნაზავს, კვერცხის ნაცნობი კვერცხის ნაზავს მარილ დაუმატებლად, ხო და ეს შაშხის სუნი კვერცხის შემწვარესული რო შეერთება ეს და ისეთ არომატს გამოსცემს, რომელიც შეიძლება ბოროტება ჩაგადენინოს კაცს. ისეთად და ბავშვმა სტუმარს უმდან და ასე იცოდნენ ადრე. წავა სტუმარი, ამასაც ასე უთხრა დედა მაჯამეო და წავა სტუმარი და მერე გაჭმევ ტაფოულსო. ახლა ბავშვებს იქინი არავინ არ აყურებიებდა. ხო, რას მომჩერები ხარო, ასეთ რამე რო ეთქვა, ეს წასულა და მოხერხებული პოზიციიდან თან აკვირდებოდა როგორ ჭამდნენ ტაფოულს და თან მოსჩებოდა თუ არ მოსჩებოდა და ისე წევიდა საქმე, ან ვინ მევიდა. ეს ყველაფერი ასხავს ყოფილი სტუმარმაც იცოდა და სპეციალურად ეს ვინ შეხვდა არ ვიცი. როშ ბოლო ლუკმა რო ვეიღოს და მაშინ მიაყვირა თურმე. მაშინ მიაყვირა ეირეკა, დედუა, ეირეკა, ტაფოულიო და ასე გამოხატა ეი. ეს მე არავითარი კომპიუტერული ის არის, პირადობის მოწობიდან ამევიღე, მას მე რამდენიმე ათეული წელია გასული ესე იმის მოხვედა და ახლა 40 წლამდე ბიჭი არის, ხო და აი ასე გამოხატა იგი და ეტყობა დარჩა ეს ასე და გადაღების დარჩა ის ქუთუთუების თრომბი მიიღო ალბათ მედიცინის ზაზე ასე იანგარიშება, დატოვა ამ ფრაზამ. ესე იგი ასე ეს კაცი ახლა რას ამბობს იგი? ეს სურათი. ჯეთი ლეჩხუმში შედი კერძები გვაქვს, გარდა პურმალისა, რომ ხო ხედავ რას უშვება. შეიძლება ასე დატოვოს ადამიანი, მაგალითად სურნატორ. მერე მეორე ლეჩხუმელი დედა. ლეჩხუმელი და ესა ყველა ამნაის სანახა პლანეტაზე. ლეჩხუმელი დედა შვილს აშიმშილებს, პირშოს აშიმშილებს, რომ სტუმარს პატივიცეს. ეს წარმოუდგენელი რამე, ამას დედამიწაზე ვინ იზამს? აგერ ფაქტი ბატონო, ეს რო ასე არის. გარდა ამისა, ეს მე ვკითხე, ჩემი მეგვარი არის და ვკითხე. დადუნია, როდით თხარს არ თხოვო, ვერ მევიცალეო. ახლა ისე მითხრა, მეც სხვანაირად უთხრა, რომ მეიცალოს, ახლა ვინ წამოყოვა ამას, ახლა ამ თვალებით რო გოგოს მიაჩერდება, ვინ წამოყოვა ამას. რაც შეეხება იმას ტაფოულის და ტაფამწვარი. ჩვენ სოფელში, ჩემ სოფელში რეხში, რომელიც დეიზა, ტარასიე იყო, ბენდელიანი და დეიწვა იგი. სახლი დეეწვა და დარჩა მერე ძმისშვილებთან გადევიდა. ერთი კვირის მერე ჩვენ სოფლის ქვედალუხმოში ვასასიე ქვიოდა, კალი ეს ტარასიე იყო უცოლო გადაბერებული, ვასასიე იყო უხმარო გადაბერებული. ხო და იმასაც დეეწვა სახლი. ხო და პატარა მესი მაშინდელი მესი ექსპერიმენტაციას უყვარდა ასე ლექსების იგი შეუთვალა ვასასიას, რომ ვასასია მესდამწვარი ერთად ჭამოთ ტაფამწვარიო. ეს რატომ უყევი ახლა ამას? ჯერთი ლეჩხუმლები, იმედიანი ხალხი, ოპტიმისტი ხალხი და ორი დამწვარი ლეჩხუმელი არ კაგავს, ოპტიმისტ და კიდო რომანტიკაზე ფიქრობს, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდო რომანტიკაზე. ეს ექსპონანტი ახმედ იაგიბეროვი და მისი შვილი ჩაგვედაძე მირზა. ეგერ მისი პირველი შვილი დეპუტატი რო ვთქვით ჩვენ სოხუმში რო დაიღუპა ურშურო, ეს არის მაგალითი რა ეს აწერი აქ რასაც ვიტყვი, ეს არის მაგალითი იმის რომ შახაბასმა რო გამახმადიანა ქართველები, რო გამახმადიანა ლეჩხუმმა მიაყენა საპასუხო დარტყმა. ლეჩხუმმა სპარსები, ირანელები, სპარსები გააქრისტიანა. აგერ მაგალითი მირზა ჩაგვედაძე, ეგერ მურთაზ ჩაგვედაძე და ეს ოჯახი გაქრისტიანებული ოჯახი, ეხლა ძალიან კაი დამოუკიდებულება აქვს. სადმე შემთხვევებში რომ მოხდება თუ სადმე სასულიერო პირდაპირ უჯდება ან მასთან ახლობლობს, იგი უნდა რომ მასთან მოხდეს. რა ბიჭიკოს ჩვენ თქვით რომ ბიჭიკოს ორჯერ რომ დატუკა დათმა მონადირეები და ამის შესახებ ახსენეთ ყველაფერი.
ახლა საქმე რაში საქანელში შემოვა და ეს ახლობლობა ყველანაირი საუბარია და ერთმა მითხრა და რამდენი მეც მინდაო მეც რო გამაგრას აცხა ახანეო ხო და ამნაირ ბევრს ნახავ კიდევ ხო და მე მაგნაირებს ყველას რა თქმა უნდა მაგნაირების საყურადღებო თუ ამბობ რომ თუ ასე იოლა თუ ახანე მოხვედრა კაც აგერ არის იუ მოკლეგზა ბიჭიკო ორჯენ დადუგა და ორჯენ დაადუგიოს და თავი და წავაწერ ახანე ერთი შვილი მაინც გავზარდეთ დაათვებთან მეუმარიო კერძავაზე ორი შვილი მაინც გავზარდეთო თან კიდევ ინსტრუქცია მეც მონადირო ხან და ინსტრუქციას ვეთქვი დათვი დიდ ხუთშაბათს დგება ხო და შემდეგ თელი წელიწადი ჭამს საჭმელს წვება ბუნაგში ამ პერიოდში უნდა ურჩევ ნადირობას ყველას თორემ 1 დეკემბრიდან დიდ ხუთშაბათამდე აღდომის წინ ხუთშაბათი როა იქამდე რო შევიდე და ბეჩოში მეინდომოს დათვთან შემძლება იქ ბეჩოში მომგებიან პოზიციაშია დათვი და ახანე მოხვედის მაგივრად აგერ ჩემ მეზობელთან ნუგზარესთან შეიძლება მოხვდეს რომელიც ქვაზე ხატავს კარგად მე მაშინ მოგახსენეთ რომ შემოდიხართ პატრიარქი გლოცავთ გადიხართ და მთავარეპისკოპოსი ეხლა პატრიარქი თვითონ დაგლოცავთ და ეპისკოპოსი არა მარტო ერთი რამდენიმე იქნება ეს იყო პატრიარქის სტუმრობის დროს რომ მოგმართა პატრიარქი ახლა ნახავთ იმას რაც გითხარით და ნახავთ რა გვითხრა ლეჩხუმლებს პატრიარქმა აი იქ მაშინ თქვა მაგრამ რომ რომ ყოლებოდაო მეუდა კაცმა შეაფასა რომ ეს ყველაფერი შეფასა გამაოცაო ამან ყველაფერი როგორ შეიძლება ამის გაოცება კაცი რომელიც თვითონ ხატებს და თვითონ წერს მუსიკას ლიტურგიას ხო და ეს რამდენი რამე აქვს ნახული კიდევ ხელოვნებაში და ეს რო გააოცო ეს მარტო ლეჩხუმლებს შეგვიძლია ან ნახავთ ეს ყველაფერი ადრებში ძინანული ყიზილბაშთა მართებული გალიკო ზალიკო აბა ჩემო სოფიო ჩემთან ახლოს მოდიო შენ ვაიცარ მაგშორდები და გულში რომ გრათობიო Only so much შვილი სისაწვეში გამოდიდება გიგოლიკო აბა ჩემო სოფიო ჩემთან ახლოს მოდიო შენ ვაიცარ მაგშორდები და გულში რომ გრათობიო Only so much საუბრად გამოდიდება გიგოლიკო აბა ჩემო სოფიო ჩემთან ახლოს მოდიო შენ ვაიცარ მაგშორდები და გულში რომ გრათობიო მერი მისდასენ ვასწორე დაბრუნდით გამარჯვებული და გიგოლიკო ზალიკო აბა ჩემო სოფიო ჩემთან ახლოს მოდიო შენ ვაიცარ მაგშორდები და გულში რომ გრათობიო დღეს ვიმყოფები თქვენთან მე გამოვაცავ თქვენმა სიმღერებმა მე არ მყავდა ასეთი კარგი მოსწავლებელი თორემ ჩემგანაც რაღაც გამოიდოდა მე მინდა გისურვოთ რომ ღმერთი ხფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ მე გისურვებთ რომ კარგი მამული შვილები გამოხვიდეთ მე გისურვებთ რომ თქვენ კარგი ცოდნა მიიღოთ როცა რაიმე გაგიჭირდებათ მომწერეთ წერილი ღმერთმა გაგლოცოთ გაიხარეთ ყველას გლოცავთ
როგორც ჩემს საკუთარ შვილებს ჩვენთან არს ღმერთი რაც შეეხება დასასრულს ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთ მომენტში დაგროვდები ექსპონატები კიდევ გადავიღებთ კიდევ ამას გავამდიდრებთ გავაძლიერებთ მაგრამ მანამდე ასეთ შემთხვევაში უნებიან ნახვამდისო ნახვამდის ყველაზე კარგი ვარიანტი ნახვამდის არის მისი ჟესტიკულაცია არის ქუდის მოხდა ქუდი მე არ ამავს არც უხურავს საერთოდ სამაგიეროდ მე გეტყვით ნახვამდის და შემდეგ ყველაზე დიდი ლეჩხუმელი მოგიხდით ქუდს ასე დაუკარით დაიმღერეთ შადიანი იცელობში რომ მღერო და მაჩაბერი დაუკარით ძველებური დარდიანი დაუკარით არწივების ასაფრე